ხშირად ადამიანები ფიქრობენ, რომ პარტნიორი შეძლებს და შეუსევს იმ დანაკლისს, რასაც თვითონ განიცდიან. სინამდვილეში კი ხდება პირიქით. და მის ცხოვრებაში მოდის ის, ვინც კიდევ უფრო ნათლად ანახებს, თუ რაზე აქვს მას საკუთარ თავზე სამუშაო. მაგალითად, თუ გინდა გყავდეს გვერდით ძლიერი პარტნიორი, რადგან გთვლი საკუთარ თავს სუსტ ადამიანად, მაშინ შენს გვერდით ჩნდება ადამიანი, ვინც კიდევ უფრო მეტად განახებს, რომ სუსტი ხარ. ან თუ გინდა რომ პარტნიორმა მარტოობის გრძნობა შეგიცვალოს. ხდება ის ადამიანი, ვინც კიდევ უფრო მეტად დაგანახებს ამ სიცარიელეს. რატომ ხდება ასე? იმიტომ რომ სანამ არ შეცვლი იმ ნეგატიურ ემოციებს, რომლებიც გინდა რომ სხვებმა შეგივსონ, ისევ და ისევ იგივე სცენარში მოხვდები და მანდ არ აქვს მნიშვნელობა პარტნიორს რამდენჯერ გამოიცვლი. როდესაც ჰარმონიას დაამყარებ საკუთარ შინაგან სამყაროში, რომელიც უდიდესია და ბევრი რამ შეუცნობელია ხშირ შემთხვევაში, მაშინ მოდის პარტნიორი შენს ცხოვრებაში, რომელიც შენს მსგავს ჰარმონიას ატარებს. და ეს ხდება ნამდვილი ურთიერთობა, სადაც პარტნიორები არიან მეგობრებიც, უსმენენ ერთმანეთს და მხარს უჭერენ. ჰარმონიული ურთიერთობა ნიშნავს ერთთლიანობას და არა მარტოობას ორში. მხარდაჭერას და არა ვალდებულებების თავმოხვევას ერთმანეთისთვის. სირთულეების ერთად გადალახვას და არა ცალ-ცალკე ბრძოლას. და რა თქმა უნდა, რომანტიკაც აუცილებელია. და ეს მხოლოდ კაცის ვალდებულება არაა, რადგან ქალსაც შეუძლია შექმნა სასიამოვნო გარემო, გაახაროს და გააბედნიეროს თავისი მეორე ნახევარი. თუ გინდა რომ პარტნიორმა პატივი გცეს, ჯერ საკუთარ თავს თვითონ ეცი პატივი. თუ გინდა რომ უსაზღვროდ შეგიყვაროს, ჯერ თვითონ შეიყვარე უსაზღვროდ და უპირობოდ საკუთარი თავი.